გამარჯობათ, მოგესალმებით. დღევანდელი ბრიფინგის მიზანი არის საარჩევნო კანონმდებლობასთან არსებულ უკავშირდება საარჩევნო კანონმდებლობასთან არსებულ ვითარებას. იცით რომ შარშან შეიქმნა სპეციალური ინტერპარტიული სამუშაო ჯგუფი, პარტიებმა იმუშავეს დაახლოებით 1 წელი და საბოლოო ჯამში მათი ნაწილი გამოვიდა რეკომენდაციით, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ამ რეკომენდაციის დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, შესრულების გზაზეა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ უკვე შექმნილია და მუშაობს საარჩევნო სიების დაზუსტების კომისია. ახლო მომავალში შეიქმნება ასევე სპეციალური ჯგუფი, რომლის ამოცანა იქნება არ დაუშვას არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სხვა ტიპის დარღვევები, ეგრეთ წოდებული უწყებათა შორისი ჯგუფი, მაგრამ არსებობს ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ჯერ კიდევ არის გაურკვეველი სიტუაცია. ეს უკავშირდება მომავალი პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას. უკანასკნელი 2-3 კვირის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომ ისინი შექმნილ ვითარებაში აღარ ეთანხმებიან და აღარ უჭერენ მხარს დეპუტატების რაოდენობის გაზრდას. ჩვენ ასევე მოვისმინეთ საპასუხო განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში ისინი არ აპირებენ სამხრივად დაუჭირონ მხარი ამ ინიციატივას. ანუ პრაქტიკულად ეს საკითხი დღემდე არის აბსოლუტურად გაურკვეველ მდგომარეობაში. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად გაირკვას, გაიზრდება თუ არ გაიზრდება მომავალ პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობა და თუ არ გაიზრდება, რის საწინააღმდეგოც მე პირადად არაფერი არ მაქვს, რა სხვა მექანიზმები შეიძლება იქნეს მოფიქრებული იმისთვის, რომ მომავალ პარლამენტში ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი უფრო მრავალფეროვნად, უფრო ძლიერად და უფრო მეტი ფუნქციებით. ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ საკანონმდებლო ცვლილებები და საარჩევნო კოდექსის შესატანი ცვლილებები დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენ მივადექით უკვე იმ საბოლოო თარიღს, რომლის იქითაც საკითხს ღიად ვეღარ დავტოვებთ და შესაბამისად მე მოუწოდებ ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც თავის დროზე იყო ამ შეთანხმების ნაწილი და რომელიც თანახმა იყო დეპუტატთა რაოდენობის გაზრდაზე, მე მოუწოდებ ყველა ამ პარტიას დღეს მობრძანდნენ ჩემთან, შევიკრიბოთ, მე მზად ვარ პირადად მივიღო მონაწილეობა ამ კონსულტაციებში, შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ. თუ პოლიტიკური პარტიები დათანხმდებიან, რომ ძველი შეთანხმება დარჩეს ძალაში და გაიზარდოს რაოდენობა, ხო კარგი, თუ ეს შეთანხმება ძალაში აღარ იქნება, მაშინ აუცილებელია განმეორდები ვიფიქროთ სხვა მექანიზმზე, რომლითაც უზრუნველყოფთ მომავალ პარლამენტში ოპოზიციის უფრო ძლიერ წარმომადგენლობითობას. ამიტომ ნებისმიერი ასეთი მექანიზმი უნდა იქნეს შეთანხმებული ისევ და ისევ კომპრომისის და მოლაპარაკების გზით და მე მოუწოდებ ყველა პარტიას, რომელიც იყო თავის დროზე ამ შეთანხმების ნაწილი, დღეს 2 საათზე მობრძანდნენ ჩემთან ოფისში, შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ და შევეცადოთ, რომ დღის ბოლომდე გამოვიდეთ უკვე შეთანხმებული გადაწყვეტილებით. ვინაიდან ისევ განმეორდები, დრო უკვე ძალიან ცოტა გვაქვს და აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ცვლილებების მიღება საარჩევნო კოდექსში, იმიზნით, რომ შემდეგ უკვე იყოს საკმარისი დრო ამ ცვლილებების იმპლემენტაციისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდებ ყველა დაინტერესებულ პარტიას მობრძანდნენ, ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ და შევეცადოთ მოვძებნოთ კომპრომისს. დიდი მადლობა.